სამწევრისი სკოლა შემდა 1980 წელს. როგორც ნახეთ, არის ფინური კოტეჯი. მოსწავლე დღეს აქ სწავლობს 14, არის 4 მასწავლებელი. სასწავლო პროცესი გამართული აწყობილია. ყავს სერტიფიცირებული მასწავლებლებიც ამ სკოლაში. ახალებით 35-40 წლის სკოლაა. მდგომარეობა რა მდგომარეობს მეც კარგად ხედავს. დანგრეულია, ფაქტობრივად დანგრეულია. ეს გაერდარაშა შეხვდა პოლიციელი ვარდია. ბავშვები დადიან 4 კლასია და 4 კლასის მერე გადადიან კეხეჯვარს. კეხეჯვარს რემონტია დადიან ქარელში. ბავშვებმა თლიანად როია რომ კონტინენტი იმდენ არის რომ იყოს აქ სკოლა 8 კლასიანი. წელს უნდა გაკეთებულიყო ეს სკოლა ახალი სკოლით უნდა შეცვლილიყო, მაგრამ წინ წამოიძია თვითონ კეხიჯვრის საჯარო სკოლის მთლიანად ძირითადი შენობის რეაბილიტაციამ და 1 წლით გადაიწია და ამ ზაფხულს გაკეთდება აუცილებლად. სავარაუდოდ ვიცი რომ კერძო სახლი არის შენებარე მდგომარეობაში სკოლასთან ახლოს და მე როგორც ვიცი ახლა ჭოლის დონეზეა, მაგრამ მე მგონი რომ დადასტურებულია მაღაზიების მოლაპარაკება, ეს შენობა უნდა იყოს. გასაკეთებელი ოღონდ ახალი შენობაა. ჩვენ ტუალეტის შეცვლას ვახდენდით ახლა ამ ცოტა ხანში. არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელისდაბანის საშუალება არის მართალია პრიმიტიულად, მაგრამ შიგნით ხელსაბანი არის გაკეთებული და ბავშვებს შეუძლიათ ხელი დაიბანონ ტუალეტის შემდეგ. პირველი კლასი ყავს, მეორე კლასი არ არის ამ ჯგუფებში და ყავს მესამე მეოთხე ერთად დაჯგუფებული. 8 ბავშვი არის მესამე-მეოთხე კლასში, 4 ერთგან მესამეში და 4 მეოთხეში. ერთ საგაკვეთილო პროცესში ხდება ორივე პროგრამის გადაცემა.